ირანის მატერიკზე სამხედრო ინფრასტრუქტურა განადგურებულია. ახლა აშშ-ს სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის კარგის კუნძულზე, ამახვილებს ყურადღებას. ირანისთვის ეს პატარა კუნძული ნავთობისა და სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცენტრია, რომელიც აშშ-ში შეტევების შედეგად ძლიერ დაზიანდა. ირანი ყველაფერს კარგავს. უკანასკნელი, რაც მას სიცოცხლეს უნარჩუნებდა, რეჟიმის ხელიდანაც ეცლება. თუ აშშ გეგმას ბოლომდე მიიყვანს და კარგის კუნძულს უდაბნოდ აქცევს, ირანი წლების განმავლობაში ვეღარ აღდგება. რიგითი ადამიანისთვის კარგის კუნძული ასე მნიშვნელოვანი არ ჩანს. პატარა მარჯნის კუნძული, სპარსეთის ყურის ჩრდილოეთით, 55 კმ-ით, ირანის ბუშირის პორტის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. დიდხანს ის დაუსახლებელი იყო, მაგრამ ირანში წიარისეულის ბუმის შემდეგ მე-20 საუკუნეში კარგის კუნძული ქვეყნის ნავთობზე დაფუძნებული კეთილდღეობის საკვანძო წერტილი გახდა. ნედლი ნავთობის ტერმინალი და დამტვერთავი ობიექტები კუნძულზე 1960-იან წლებში აშენდა, ხოლო 2020-იან წლების შუა პერიოდისთვის იქ ერთდროულად 10 სუპერტანკერის დატვირთვა იყო შესაძლებელი. დაიმახსოვრეთ ეს ყველაფერი ნავთობის ბიზნესზე, ეს მოგვიანებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამ ეტაპზე ნავთობის ინდუსტრია საკმარისი იყო, რომ კარგის კუნძული ასეთ ეშოსთვის სტრატეგიულ ადგილად ჩაეთვალათ თავდასხმისთვის. დაამატეთ რამდენიმე სამხედრო ობიექტიც, რომელზეც ასევე მოგვიანებით ვისაუბრებთ და მიიღებთ კუნძულს, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. აშშ-მაც ეს იცოდა და 13 მარტის ღამით გავრცელდა განცხადება, რომ აშშ-მა თავდასხმა განახორციელა. ზევტილოვანმა დარტყმებმა მთელი კუნძული შეძრა. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 მარტს განაცხადა, რომ მთავარი სამიზნე კუნძულზე განთავსებული სამხედრო ობიექტები იყო. ტრამპმა Truth Social-ზე პოსტში განმარტა: რამდენიმე წუთის წინ, ჩემი მითითებით, აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი დაბომბვა განახორციელა და ირანის გვირგვინის სამკაულზე, კარგის კუნძულზე, ყველა სამხედრო ობიექტი გაანადგურა. მან დაამატა, რომ აშშ-მ თავისთვის მცირე ბერკეტი დაიტოვა, რომელიც ჯერ კიდევ შეუძლია გამოიყენოს კუნძულზე, რადგან კარგის ნავთობის ობიექტები, როგორც ჩანს, ხელუხლებელი დატოვეს. ტრამპის მიერ კუნძულის ირანის გვირგვინის მარგალიტად მოხსენიება აჩენს კითხვებს. რატომ არის კარგის კუნძული მნიშვნელოვანი და თუ არა ნავთობი რას დაადრა აშშ-მ? ჯერ მეორე კითხვას განვიხილავთ. სამხედრო თვალსაზრისით, კარგის კუნძული საოცრად სტრატეგიული სამიზნეა. როგორც Washington Post-ი იუწყება, კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს ასაფრენი ზოლი, რომელიც თეორიულად შეიძლება გამოიყენოს ირანის საჰაერო ძალებმა თავისი მოძველებული გამანადგურებლებისა და თვითმფრინავების ასაფრენად. თუმცა რეალურად ეს ასე არ ხდება. ირანს იცის, რომ მისი ძველი F-4-ები, F-5-ები და საბჭოთა გამანადგურებლები მუზეუმში უნდა იყოს. არა იმ სივრცეში, სადაც ამერიკული F-35-ები და მეოთხე თაობის გამანადგურებლები იბრძვიან. ასაფრენი ზოლი შეიძლება შაჰიდის დრონების გასაშვებად გამოიყენონ. ირანი მათ სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში სამიზნეების დასათმელად იყენებს. Washington Post-ის ცნობით, კარგის კუნძულზე რამდენიმე ნავმისადგომი, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ გემების დასატვირთად და კუნძულს გარს არტყამს სამხედრო ინფრასტრუქტურის მთელი ქსელი, რომელიც აშენებულია მის დასაცავად, როგორც ირანის მატერიკზე, ასევე რამდენიმე სხვა პატარა კუნძულზე, რომლებიც კარგს აკრავს. ამ ეტაპზე კარგის კუნძულის დაბომბვა ნიშნავს ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ობიექტების განადგურებას, რომლებსაც შეიძლება კომერციული გადაზიდვების დასაშინებლად გამოიყენებდეს. კარგის კუნძულზე სამხედრო ძალა შესაძლოა უფრო დიდი იყოს, ვიდრე Washington Post-ი მიუთითებს. BBC-ს ინფორმაციით, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის, ანუ CENTCOM-ის განცხადებით, აშშ-მა კარგის კუნძულზე 90-ზე მეტ ირანულ სამხედრო ობიექტს დაარტყა და ნავთობის ინფრასტრუქტურა შეინარჩუნა. Fars-ის ინფორმაციით, რომელსაც BBC ირანში ნახევრად ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტოდ ასახელებს, ამ 90 სამიზნეს შორის იყო საჰაერო თავდაცვის სისტემები, ვერტმფრენების ჰანგარი, აეროპორტის საკონტროლო კოშკურა და საზღვაო ბაზა. ესეთი თავდასხმის შედეგად ფართომასშტაბიანი მსხვერპლი უნდა ყოფილიყო მოსალოდნელი, მაგრამ ირანი ამტკიცებს, რომ ასე არ არის. ბუშირის პროვინციის გუბერნატორის მოადგილის იშან ჯაჰანიანის თქმით, თავდასხმის შედეგად არც სამხედროებს, არც ნავთობის კომპანიებს, თანამშრომლებს და კუნძულის მცხოვრებლებს დაზიანება არ მიუღიათ. ყველა სექტორი ჩვეულებრივ მუშაობს. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, ყოველ შემთხვევაში სამხედრო კუთხით ჯერ კიდევ დასადგენია. მაგრამ ნავთობის მხრივ კარგის კუნძული მართლაც ხელუხლებელი ჩანს. ეს იმიტომ არაა, რომ აშშ-ს არ შეეძლო ნავთობის ინფრასტრუქტურის დაზიანება, არამედ იმიტომ, რომ მან ასე არ ისურვა. და როგორც რამდენიმე წუთში ავხსნით, არსებობს მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც აშშ-მ კარგის კუნძულის ნავთობი ხელუხლებლად დატოვა. მოდით ცოტა ხნით ნავთობზე გავამახვილოთ ყურადღება. რეალური მიზეზი, რატომაც ტრამპი კარგის კუნძულს ირანის გვირგვინის ძვირფასეულობად მოიხსენიებს, ისაა, რომ სწორედ აქედან მოდის ირანის რეჟიმის შემოსავლის უდიდესი ნაწილი. რატო? ნავთობის ტერმინალის სტატუსის გამო. ირანი ნავთობითა და გაზით მდიდარია. BBC-ის ინფორმაციით, მას ნავთობის მსოფლიო მარაგების 10% აქვს, რაც 2024 წელს 208,6 მილიარდ ბარელად შეფასდა. მოიცავს მსოფლიოს გაზის მარაგების 15%-ს და ნათელი ხდება, რატომ შეიძლება სპეციალურად ამ რესურსებისთვის აშენებული კუნძული გვირგვინის თვალი გახდეს.
კარგის კუნძული ირანს მილსადენით უკავშირდება, რომელიც ყოველდღე ათასობით გალონ ნავთობს აწვდის კუნძულს. ირანის ნავთობის 80% გადის კარგის კუნძულზე მდებარე ტერმინალზე და მილსადენებით მიდის მატერიკზე. და შემდეგ არის ტანკერები, უზარმაზარი სუპერტანკერები, რომელთაგან თითოეული შეუძლია 85 მილიონ გალონამდე ნავთობის გადაზიდვა. ისინი კუნძულთან მისვლას ახერხებენ მისი გრძელი ნავმისადგომების მეშვეობით და იღებენ ნავთობს, რომელიც მილსადენებით მოდის, რადგან კუნძული ღრმა წყლებში მდებარეობს, რაც ამ ტანკერებს საშუალებას აძლევს თავისუფლად იმოძრაონ. ამ ტანკერებს ირანის ნავთობის მატერიკულ პორტებში მიღება არ შეეძლოთ, რის გამოც კარგის კუნძულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავისი შავი თხევადი ოქროს დიდი მოცულობით ტერიტორიიდან გატანასა და მყიდველებისთვის მიწოდებაში. ტანკერების უმეტესობა კარგის კუნძულიდან ჰორმუზის სრუტეში მიემართება, რომელსაც ირანი აკონტროლებს. შემდეგ ისინი მიემართებიან იქ, სადაც საჭიროა, რაც ძირითადად ჩინეთია, რადგან ეს ქვეყანა ირანის ნავთობის ყველაზე დიდი მყიდველია. Reuters-ის ინფორმაციით, ირანის ნავთობის 80%-ზე მეტი ერთ კლიენტს მიეწოდება, რაც დღეში 1,38 მილიონ ბარელს შეადგენს. აშშ-ში ჩინეთის ეკონომიკური და უსაფრთხოების კომისიის მიმოხილვით, ირანი სავარაუდოდ ჩინეთს ნავთობს 2025 წლის საბაზისო ფასზე, ბარელზე $69-ზე, $9 იაფათკრიდის. სწრაფი გამოთვლებით ვიგებთ, რომ ირანი მხოლოდ ჩინეთში ნავთობის გაყიდვებით ყოველდღიურად დაახლოებით $82.8 მილიონ გამოიმუშავებს. თუ ეს მთელ წელზე გავრცელდება, ირანი ჩინეთში ნავთობის გაყიდვებიდან $30.2 მილიარდზე მეც მიიღებს, საიდანაც 90% კარგის კუნძულზე გადის. ეს არის კარგის კუნძულის ნამდვილი მნიშვნელობა ირანის რეჟიმისთვის. ამერიკის დაბომბვით ირანი სამხედრო ინფრასტრუქტურას დაკარგავს და დაზარალდება. ეს ასუსტებს კარგის კუნძულის თავდაცვას და ასევე ნიშნავს, რომ ირანის ნებისმიერი მცდელობა გამოიყენოს კუნძული ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შესანარჩუნებლად მინიმუმამდე დადის. მაგრამ ნავთობია ირანის ნამდვილი პრობლემა. ეს აშშ-თვის პერკეტია და მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეიძლება ნებისმიერ დროს დაბრუნდეს და ირანს წაართვას სიცოცხლისთვის აუცილებელი რამ. აშშ-მ კარგის კუნძულთან ასე შორს არ წასულა. სანამ ახსნით, რატომ და როგორ შეროდა ეს ყველაფერს ირანისთვის, შეგახსენებთ, რომ უყურებთ სამხედრო შოუს. დაწმუნდით, რომ არხი გამოწერილი გაქვთ, თუ გსურთ მეტი ანალიზი, რადგან ჩვენ ყოველ კვირას ასევშლით ყველაფერს დეტალურად. ეხლა ირანის გვირგვინის ძვირფასი ქვა. რატომ არ დაარტყა აშშ-მ ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურას? ზოგი შეიძლება ამტკიცებდეს, რომ კარგის კუნძულის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება აშშ-ს პრიორიტეტია. და ეს შეიძლება ასე იყოს, რადგან მისი ბომბდამშენები და გამანადგურებელი თვითმფრინავები აგრძელებენ ირანის რეჟიმის სამხედრო პოზიციების განადგურებას. მაგრამ თავად ტრამპის თქმით, კარგის კუნძულის ნავთობის არ დაბომბვა ნაკლებად იყო სტრატეგიული არჩევანი და უფრო იყო გადაწყვეტილება, რომელიც როგორც ის ამტკიცებს, კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე მიიღო. ჩვენი იარაღი ყველაზე ძლიერი და დახვეწილია მსოფლიოში. კეთილსინდისიერების გამო გადავთქვით, ნავთობის ინფრასტრუქტურა კუნძულზე არ დამენადგურებინა, თქვა ტრამპმა Truth Social-ში, სადაც აშშ-ის იერიშიც გამოაცხადა. BBC-ის ცნობით, იოჰანიანის თქმით, კუნძულიდან ნავთობის ექსპორტი სრულად მიმდინარეობს და ადგილობრივმა ნავთობ კომპანიებმა საქმიანობა შეუფერხებლად გააგრძელეს აშშ-ის იერიშის შემდეგ. მაგრამ ამის მიზეზი არსებობს და თუ ბოლომდე ჩვენთან დარჩებით, აღმოაჩენთ, რომ ერთ-ერთი მიზეზი დაკავშირებულია იმ შესაძლებლობასთან, რომ აშშ-მ შეიძლება კარგის კუნძული აერჩიოს პირველ ადგილად, სადაც ირანში სამხედროებს განათავსებს, თუ ომი ამ დონემდე მივა. ამერიკელებმა კარგის კუნძულის ნავთობის ინფრასტრუქტურა ხელუხლებელი იმიტომ დატოვეს, რომ ირანზე ზეწოლის ბერკეტი გქონდეთ და არა იმ კეთილსინდისიერების გამო, რასაც ტრამპი ამტკიცებს. ტრამპმა ეს Truth Social-ზე პოსტით ნათლად თქვა კეთილსინდისიერების შესახებ განცხადების შემდეგ. თუმცა თუ ირანი ან ვინმე სხვა რაიმეს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს გემების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, მე მაშინვე გადავხედავ ამ გადაწყვეტილებას, თქვა ტრამპმა. სწორედ ეს არის ამ ყველაფრის არსი. ჰორმუზის სრუტის დაცვა და ნავთობის სექტორის სტაბილურობის მცდელობა, სადაც ფასები მკვეთრად გაიზარდა, აშშ-ს ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყების შემდეგ. ამ საკითხში აშშ ნაკლებად წარმატებულია. 16 მარტს Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავთობის ფასები კვლავ გაიზარდა, მას შემდეგ რაც აშშ-მ კარგის კუნძულზე სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურა. ბრენტის ნავთობი, რომელიც ნავთობის საერთაშორისო ეტალონია, 1.8%-ით გაიზარდა 16 მარტის დილის ვაჭრობისას და ბარელზე $104.98 მიაღწია. მას შემდეგ რაც წინა კვირას პირველად გადააჯარბა $100, მას შემდეგ რაც პუტინმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო. ეს შეიძლება იყოს პირველადი ბიძგი კარგის კუნძულზე დარტყმის შემდეგ, რომელიც ჩაცხრება, თუ ირანი გაითვალისწინებს ტრამპის მუქარებს სამომავლო თავდასხმების შესახებ, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს თავს არ დაანებებს. მაგრამ ამ ეტაპზე ირანს შეიძლება აინტერესებდეს, საერთოდ რატო უნდა შეცვალოს თავისი კურსი. მისი რეჟიმი დიდ სარგებელს იღებს ნავთობის ფასების ზრდას.
Financial Times-ის ცნობით, ირანი ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყების შემდეგ ყოველდღე 1.5-დან 1.6 მილიონამდე ბარელ ნავთობს ტვირთავს ტანკერებზე, რაც ნავთობის ფასის ზრდით დღეში დაახლოებით $140 მილიონ გამოიმუშავებს. და ეს მაშინაც კი, როცა ირანი ფასდაკლებითით აწვდის ნავთობს. ალბათ ამიტომაც განაცხადა ტრამპმა, რომ აშშ-მა შეიძლება გართობისთვისაც კი გაანადგუროს კარგის კუნძულის ნავთობის ინფრასტრუქტურა, წერს Guardian-ი. ამ თავდაჯერებულობის ფონზე ჩანს პრობლემა. კარგის კუნძული ირანს თავაზობს უზარმაზარ შემოსავალს, რომელიც თავდასხმის მიუხედავად უფრო დიდია, ვიდრე აშშ-ს რომ არ შეტევოდა. მიუხედავად ამისა, აშშ-ს ჯერ კიდევ აქვს კოზირი. ამ კოზირს გამოიყენებს თუ არა, ჰორმუზის სრუტეში მომდევნო დღეებზეა დამოკიდებული. ტრამპის თქმით, სწორედ ამიტომ გაანადგურა აშშ-მ კარგის კუნძულის სამხედრო ინფრასტრუქტურა, ირანის შესაკავებლად ან წყლის გზაზე ჩარევისგან. ეს სრუტე ირანის მთავარი ბერკეტია. მსოფლიოს ნავთობის მარაგების 20% ყოველწლიურად ჰორმუზის სრუტეში გადის და მისი დაკარგვა ტანკერებს დიდ გზაზე აგზავნის. ამიტომაც ოპერაცია ეპიკური რისხვის შემდეგ ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა. ამჟამად აშშ თავს იკავებს. ფასების ამ მკვეთრი ზრდის მიუხედავად, აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგზეთმა თქვა, რომ ირანის ქმედებები სასოწარკვეთილებას ასახავს და არა ბერკეტის გამოყენებას. ჰეგზეთმა 13 მარტის ბრიფინგზე განაცხადა, რომ როგორც მსოფლიო ხედავს, ისინი ჰორმუზის სრუტეში სრულ სასოწარკვეთილებას ავლენენ, რაც აშშ-ის კარგის კუნძულზე თავდასხმას უძღოდა წინ. მან დაამატა, ეს არის ის, რასთანაც გვაქვს საქმე. ჩვენ უკვე ვუმკლავდებით ამას, არ არის საჭირო ამის გამო ინერვიულოთ. ჰეგზეთმა თქვა, რომ ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტეში ნაღმის განთავსების მტკიცებულება არ არსებობს. ეს ირანს გემების მოძრაობის შეფერხების კიდევ ერთი გზაა, დრონებისა და სწრაფინავების გარდა. ეს აძვირებს ნავთობს და ირანს აძლევს სარგებელს იმ კუნძულით, რომელსაც აშშ-მ დაარტყა. აშშ-მ დაარტყა ირანის ნაღმების ჩამფენ გემებს და გავრცელებული ინფორმაციით 16 ასეთი გემი გაანადგურა. ჰეგზეთის განცხადებებს სამხედრო ძალა და ქმედებები ამყარებს. სავაჭრო, ტანკერებისა და კონტეინერების გადამზიდ კომპანიებს შეიძლება ჰეგზეთთან ასე სწრაფად არ დაეთანხმონ, რომ ჰორმუზის სრუტეში შეშფოთება არ არის. ჰეგზეთის განცხადებების მიუხედავად, წყლის გზაზე თავდასხმები გრძელდება. New York Times-ის ცნობით 17 მარტს არაბთა გაერთიანებული საამიროების პორტთან გაჩერებულ ტანკერს ოპერაციის დაწყების შემდეგ ჭურვი მოხდა. ეს იყო კომერციულ გემზე პირველი თავდასხმა ჰორმუზის სრუტეში 5 დღეში, წევს გამოცემა. თუმცა ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ თავისი ევროპელი მოკავშირეები სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარებისკენ მოუწოდა, მაგრამ მათგან მკაცრი უარი მიიღო, რადგან ახლა უკვე ნათელია, რომ ეს მოკავშირეები ფრთხილობენ, არ აღმოჩნდნენ ჩათრეულებითები ომში, რომელსაც მათი აზრით მათთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, გარდა იმ ნავთობის პრობლემებისა, რასაც ის იწვევს. ბოლო თავდასხმა მაჩვენა, რომ ირანმა დონალდ ტრამპის გაფრთხილება არ გაითვალისწინა. ჰორმუზის სრუტე ჯერ კიდევ არ არის უსაფრთხო გადაადგილებისთვის და ეს ისევ გვაბრუნებს ხარგის კუნძულთან და იმ ტრამპის კოზირთან, რომელიც აშშ-ს ჯერ კიდევ აქვს სათამაშოდ. კუნძულზე სამხედრო ინფრასტრუქტურა აღარ არსებობს. შემდეგია თავად კუნძული. ტრამპი ხარგის კუნძულის ნავთობის ინფრასტრუქტურის დაბომბვით დაიმუქრა, თუმცა შეიძლება ასე არ მოიქცეს, როგორც ზოგს გონია. კუნძულზე მეტი ბომბისა და რაკეტის ჩამოგდება ირანის ეკონომიკას დააზიანებდა, მაგრამ ეს მასიურ ესკალაციას გამოიწვევდა და ირანს ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდებდა, რომ ცოფიანი ცხოველივით ყველას და ყველაფერს დაესხმოდა თავს. გარდა ამისა, ისეთი მნიშვნელოვანი ნავთობის სატრანზიტო პუნქტის, როგორიცაა ხარგის კუნძული, განადგურება დიდად ვერ შეამსუბუქებს ნავთობის ფასის იმ შოკებს, რასაც ახლა ვხედავთ. თუ ბომბები არ დაიწევს ნავთობის ინფრასტრუქტურის განადგურებას, მაშინ რას გააკეთებს აშშ ამის ნაცვლად? იერუსალიმ პოსტის თქმით, ხარგის კუნძულზე სამხედროების შეხვედროების შეყვანა რეალურია. იგი ამტკიცებს, რომ აშშ განიხილავს კუნძულის ირანიდან წართმევას, თუ ქვეყნის რეჟიმი და ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი ჰორმუზის სრუტეში თავიანთ ქმედებებს გააგრძელებენ. აქსიოსის მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაცია კუნძულის დაკავებაზე 7 მარტიდან მსჯელობდა, რაც ხარგის კუნძულზე თავდაპირველ დარტყმებს ახალ კონტექსტს აძლევს. ისინი ირანისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს მაგალითი, როგორ ამზადებდა აშშ ნიადაგს კუნძულის დაკავებისთვის, რომელსაც ირანი ვეღარ შეაჩერებს, რადგან ხარგის კუნძულის სამხედრო ინფრასტრუქტურა უკვე განადგურებულია. BBC ამბობს, რომ ეს დაკავება საკმაოდ რეალური შესაძლებლობაა. არსებობს ოპერაციების კონცეფციაც, ანუ კონოპი, რომელიც აღწერს, თუ როგორ შეიძლება აშშ-ს განახორციელოს. კონოპი ძირითადად დოკუმენტია, რომელიც დეტალურად აღწერს სხვადასხვა მოქმედების გეგმას, რომლითაც ქვეყანამ შეიძლება მიაღწიოს თავის სამხედრო მიზნებს. და ამ ეტაპზე ჩანს, რომ აშშ-მ უკვე შეასრულა თითქმის ყველა პუნქტი, რომელიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კონოპში იქნებოდა მითითებული ხარგის კუნძულისთვის. კუნძულის საჰაერო თავდაცვა თავდაპირველი შეტევისას ჩახშეს. აშშ-ს შეუძლია საჭირო დაზვერვითი ინფორმაცია შეაგროვოს გამანადგურებლებით, ვერტმფრენებითა და დრონებით, მაგალითად MQ-9 რიპერით. აშშ-ს უნდა გადაწყვიტოს, როგორ გადაიყვანს ჯარებს კუნძულზე, ჩაახშობს მტრის ცეცხლს და წაართმევს ხარგის კუნძულს ირანს.
BBC მიიჩნევს, რომ Delta Force შეიძლება იყოს ASHSH-თვის მთავარი შემსრულებელი. ის აღწერს სცენარს, სადაც Delta Force ქუვეითის სანაპიროდან ვერტმფრენებით მიფრინავს. ფრენა 70 წუთს გასტანს. ჰაერში და ონებით კი 3 საათამდე გრძელდება და საჭიროებს საწვავის შევსებას. გამოცემა ამატებს, რომ საწვავის შევსება ჰაერში უნდა განხორციელდეს, რადგან ირანს შეუძლია მიწაზე საწვავის დაბინძურებას სცადოს. ეს საჰაერო მიდგომა გადალახავს ირანის მრავალ სტრატეგიას, რომელშიც შედის ბალისტიკური რაკეტების, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისა და ხარკის კუნძულის გარშემო განთავსებული ნაღმების გამოყენება. ეს მიდგომა დაუცველია დრონების მიმართ, რადგან ირანს 1 საათზე მეტი დრო აქვს მოსამზადებლად ASHSH-ის სპეცოპერაციის ძალების ჩამოსვლამდე. შეიძლება სხვა გზაც იყოს და ეს მეთოდი სპეკულაციური არ არის. ASHSH-ში უკვე ემზადება მისთვის. დაახლოებით 2500 ამერიკელი საზღვაო ქვეითი ახლო აღმოსავლეთში მიემართება ამფიბიური მოიერიშე ჯგუფის შემადგენლობაში, რომელშიც შედის საბრძოლო ხომალდი USS Tripoli. ეს 31 საზღვაო ექსპედიციური დანაყოფის ქვეითებია. ეს დანაყოფები ამერიკის მრავალფუნქციური ძალებია. ისინი მიდიან და პრობლემებს აგვარებენ. იქნება ეს კრიზისის მოგვარება, თუ როგორც ეს მოხდა 2001 წელს ავღანეთის ომის დროს. ASHSH-ის მხრიდან ფართო კონფლიქტში პირველი სახმელეთო ძალების როლის შესრულება. ეხლა თუ ჰეგზეთი მართალია და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში ან სხვაგან ნაღმებს განათავსებს, ამფიბიური დესანტირება კარგის კუნძულზე შესაძლებელი ხდება. ASHSH ამზადებს საზღვაო ექსპედიციურ დანაყოფს, რათა დესანტისთვის მზად იყოს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულ ამერიკის მუქარებს სერიოზულად არ მიიღებს. 2500 საზღვაო ქვეითი შეიძლება არ იყოს საკმარისი. ფრენსის კალგანას, ვილანოვას უნივერსიტეტის უსაფრთხოების სპეციალისტის თქმით, კარგის კუნძულის დაკავება რეგიონში დიდი რაოდენობით სახმელეთო საბრძოლო ძალების გადასროლას მოითხოვს. მე ვთვლი, რომ კუნძულის დასაკავებლად და შესანარჩუნებლად 5000 ჯარისკაცი იქნება საჭირო. ASHSH ამ რაოდენობის ნახევარს ახლო აღმოსავლეთში აგზავნის, შესაძლოა მეტიც გაგზავნონ და თუ ასე მოხდება, ირანს სერიოზული პრობლემა შეექმნება. ASHSH-ის მიერ კარგის კუნძულის ნავთობის ინფრასტრუქტურის დაბომბვა თავისთავად საკმაოდ ცუდი იქნებოდა. თუ ASHSH კუნძულს დაიკავებს, ირანი მაინც დაკარგავს ნავთობის გარყიდვის შესაძლებლობას და მოუწევს ისეთ ესკალაციასთან გამკლავება, რომელსაც ვერ უპასუხებს. კარგის კუნძული სწორედ ასეთ ოკუპაციასაა მორგებული. მისი სამხედრო ინფრასტრუქტურა აღარ არის. ASHSH-ის საჰაერო ძალა საკმარისია ირანის სამხედრო ძალების დასათრგუნად მინდებარე კუნძულებსა და მატერიკზე. კარგის კუნძულის დაკარგვის შემდეგ ოპერაცია ეპიკური რისხვა ირანის ეკონომიკის შევიწროებას დაიწყებდა, რაც რეჟიმს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა. გაეგრძელებინა ბრძოლა მაშინ, როცა ნავთობიდან შემოსული ფული, რომელიც ირანის მთავარი სასიცოცხლო წყაროა, იწურება. იმან რაც კარგის კუნძულზე მოხდება, შეიძლება ირანის რეჟიმის ბედი განსაზღვროს, რომელსაც ისედაც უჭირს ჰორმუზის სრუტეში თავის ქმედებებზე ამერიკის პასუხებთან გამკლავება. მას შემდეგ რაც ირანმა ამ წლებში 3 სავაჭრო გემს დაატყა, ASHSH-მა საპასუხო იერიშებით რეჟიმის საზღვაო ძალები სულ რაღაც საათებში გაანადგურა. გაიგეთ მეტი ASHSH-ის სასტიკი დარტყმების შესახებ ჩვენს ვიდეოში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ იყოთ ინფორმირებული ოპერაცია ეპიკური რისხვის უახლეს მოვლენებზე და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.